ის ვინც ივანიშვილმა პარტიის სათავეში ჩააყენა, პირველი ნომერია მეგობარი აქტის ერთ-ერთი ინიციატორი კონგრესმენის მიერ გამოქვეყნებულ სიაში. ჯო უილსონი, რომლის საკანონმდებლო წინადადება წარმომადგენელთა პალატამ წარმატებით დაამტკიცა, ვრცელ სიას აქვეყნებს. ეს ის შემადგენლობა, რომელსაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები უნდა დააკისროს. ამ სიაში თავი ბევრმა აღმოაჩინა და სავარაუდოა, რომ საკუთარ გვარს გაცილებით მეტი იპოვის ეტაპობრივად. უილსონის სია იყოფა რამდენიმე კომპონენტად, ეგრეთ წოდებული მთავრობის მინისტრები, ეგრეთ წოდებული პარლამენტის წევრები, კლანის მოსამართლეები, გენერალური პროკურორი, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი, ცესკოს თავმჯდომარე თავისი მდივნით, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. კიდევ ერთი მიმართულება ბიზნესად წოდებული სინამდვილეში კი ივანიშვილის ფინანსური საყრდენები. მისი დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი, ოლიგარქიული გარემოცვის გავლენიანი წარმომადგენელი ივანო ჩხარტიშვილი, ძმა ალექსანდრე ივანიშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან რუსეთის ჯაშუშობაში მხილებული ოთარ ფარცხალაძე, უпроსწორედ ოთარ რომანოვ ფარცხალაძე, ივანიშვილის კარზე აღზევებული ნოშრევა ნამორაძე. სანქციები ემუქრება ირაკლი რუხაძესაც. ის ერთი მხრივ ივანიშვილის ბიზნეს პარტნიორია, ამასთანავე ხელმძღვანელია ძირითადი პროპაგანდისტული არხის იმედის. არის ამერიკის მოქალაქე და ამის გამო ამტკიცებდა, რომ ვერ დაასანქცირებდნენ, მაგრამ ახლა ამ ამბავთან ერთი ნაბიჯი აშორებს. სიამ აჩვენა, რომ ვაშინგტონში დინამიკაში ადევნებენ თვალს პროპაგანდისტებს. ამისი მკაფიო მაგალითია თინა თიმბერძენიშვილის სიაში მოხვედრა, რომელიც ხელს აწერს უკანონო გადაწყვეტილებებს საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ბერძენიშვილს ჩამონათვალში გვერდს უმშვენებს სტაჟიანი პროპაგანდისტი ვასილ მაღლაფერიძე, რომელიც რეალურად მართავს საზოგადოებრივ მაუწყებელს. ლოგიკური გაგრძელება კახა ბექაური, რომელიც ოლიგარქს მარეგულირებელ კომისიაში ხავს გამწესებული მედიის შესავიწრობებლად. აქვეა ლაშა ნაცვლიშვილიც. სიავრცელია, მასში ამჯერად 38 პირი მოხვდა, თუ ვინმე საკუთარი თავი ვერ აღმოაჩინა, დამშვიდების საფუძველი არ აქვს, რადგან მოსალოდნელია სიის თანდათან გაფართოება. აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს მათი მეთაური ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც უკვე სანქცირებულია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ და მაგნიცკის სიის კანდიდატობის პერსპექტივასაც ინარჩუნებს. მეგობარი აქტი კი, რომლის საფუძველზეც კრემლის მოკავშირეებს მძიმე მომავალი ელოდებათ, უკვე სენატშია. გიორგი კიკაბიძე შემოგვიერთდა პირდაპირ ეთერში. დიახ, მეგობარი აქტი საათობრივად წინ მიწევს და ამის დასტურია დოკუმენტის სენატში დარეგისტრირება. ზედა პალატაში დოკუმენტს უკვე აქვს მხარდაჭერა საგარეო კომიტეტის დონეზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ის დიდი ალბათობით მხარდაჭერილი იქნება. საბოლოოდ კი დონალდ ტრამპის ოვალურ კაბინეტში ხელმოსაწერად აღმოჩნდება. თუმცა მანამდე ვრცელდება იმ ადამიანების სია, ვინც მეგობარი აქტის ფარგლებში სანქციების ქვეშ მოექცევიან და აღმოჩნდებიან. ჯო უილსონის სიაში არიან ქართული ოცნების მთავრობის, პარლამენტის, საქართველოს სასამართლო სისტემის, სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტის, პროპაგანდისტული მედიისა და ბიზნესის წარმომადგენლები. მხარი დაუჭირეთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, თუ არა და მოიმკით შედეგებს მიმართავს ჯო უილსონი ქართული ოცნების წარმომადგენლებს. ჯო უილსონი არის თავიდან ბოლომდე დიპ სტეიტი. ივანიშვილის პრემიერი, რომელმაც მეგობარი აქტის მხარდამჭერები დიპ სტეიტის ნაწილად გამოაცხადა, დასასანქცირებელთა სიას ხსნის. მეგობარი აქტის დამტკიცების შემთხვევაში ირაკლი კობახიძე პერსონა ნონ გრატად გამოცხადდება. მის გზას გაუყვება მაგნიცკის სიის საპატიო სტატუსის მქონე ვახტანგ გომელაურიც. ის შავ სიაში მეორეა. პასუხისმგებლობა კი მოქალაქეთა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე ეკისრება. ტრამპის იმედი ისევ სასანქცირებული ხარ სიაში ხარ სანქცირებულთა ოჯახის წევრებით ბატონო. სიაში დიდი ხის ჩამწერეს. მე არ გაქვს ამასთან დაკავშირებით პრობლემა. სამშობლოს ემსახურები, რთული არაფერი არ არის. ნამდვილად. ამაზე ეწუთ. თუ მეკითხები გეტყვია ბატონო. ამაზე უარეს დროშიც გვიცხოვრია საქართველოში. სამიზნეში ამოღებული კახა კალაძეც, პოლიტიკოსი, რომელმაც კრემლის სახელმძღვანელო საზეპიროდ იცის. აქტის საბოლოოდ მიღების შემთხვევაში მის დიდძალ ქონებას საფრთხე დაემუქრება. სანქციები გავრცელდება ოცნების გენერალური მდივნის ოჯახის წევრებზეც. მუხარებით, სანქციებით, რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავთმობთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს. ეს ვერ იქნება მეგობრული. პირიქით, ეს არის მტრული აქტი. ჩვენ პრეზიდენტ ტრამპს, რა თქმა უნდა, შემოადგენთ და გამარჯვებას უსურვებთ დიპ სტეიტთან ბრძოლაში. სადამსჯელო ღონისძიებები არალეგიტიმური პარლამენტის თვითმარქვია დეპუტატებსაც შეეხებათ. სიაში პირველ ადგილზე ელჩებზე თავდამსხმელი და ყველა რეპრესულ კანონზე ხელმომწერი შალვა პაპუაშვილია. სია პარლამენტის ერთ-ერთი ოდიოზური წევრით, ნინო წილოსანით გრძელდება. ითხოვდა და სანქცირების პრეტენდენტი გახდა მამუკა მდინარაძეც. შავ სიაში მოხვდა ის, ვინც ოცნების სახეს ყველაზე კარგად გამოხატავს. ეს დიმიტრი სამხარაძეა. ამსალია. ჩემთვის არა, მაგრამ სამშობლოს ამსალია, ნაც რატო უნდა გელაპარაკო? ეხლა მითხარი დღეს ისევ გაქვს ტრამპის იმედი, ამის
ნელა არ წაიგდო. ისევ გაქვთ ტრამპის იმედი. წაწაღებული ხავს ეჭიდებოდა. თუ ვინმეს კიდე განმარტება ჭირდება, ხავსია ეს აქტი მტრული სინამდვილეში წაწაღებულები არიან ქართული ოპოზიციის, აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლები. არასერიოზულია ეს ყველაფერი, ჯერ ერთი რამდენი თვე არის წინ, როგორ უნდა მიიღონ, რა უნდა მიიღონ და ერთგვარი ლაკმუსის ტესტი არის მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ხელისუფლებისათვის. ესეთ მოცემულობაში ვერ გაძლევთ. ისევ გაქვთ ტრამპის იმედი. ტრამპის იმედი ისევ გაქვთ მას შემდეგ, რაც სანქციებულთა სიაში შეიძლება მოხდეს. სია საბოლოო არა და თუ ვინმემ იქ საკუთარი თავი ვერ აღმოაჩინა, ეს სიმშვიდი საფუძველი არა. დასასანქცირებელთა ჩამონათვალში პირველად მოხვდა ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც პარტიის თავმჯდომარეობიდან და საერთოდ პოლიტიკიდან მშვიდად წასვლას აპირებდა. პოლიტიკიდან მიდიხართ დაუსანქცირებელი? არ ვიცი, ჩემთვის არ არის ცნობილი. არა. არც შეერთებული შტატების, არც ევროპული სახელმწიფო. რა ხდება? ივანიშვილის რეჟიმის ხელშემწყობებს შორის, ვისაც სანქციები არ აცდება, ვიქტორ ჯაფარიძეა. მინი ოლიგარქი არალეგიტიმური პარლამენტიდან პოსტივის მფლობელიცაა. იმ არხის, საიდანაც ყოველდღიურად დეზინფორმაციის ნიაღვარი მოდის და კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებს რუსული მეთოდებით აშავებენ. თქვენ თავს კითხვა თუ დაუსვით, რატომ სანქცირდებით, რატომ ხართ დასასანქცირებელთა სიაში? ვერ ამოხსენით. იმისთვის რომ კანონს ვიღება, მოიხედეთ, დამოუკიდებელ ქვეყანაში პარლამენტის წევრმა კანონს ხარი დაუჭირეს, ამისთვის დამასანქციოს. ეგ არის დემოკრატია? ეგ არის უვისორი დემოკრატია ალბათ. 38 კაციან სიაში არიან ძალოვანი უწყების ხელმძღვანელებიც. მათ შორის გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოგა კაციტაძე. სანქციების სამიზნეა ვაშინგტონიდან ახლახანს დაბრუნებული ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავაც. ეს შესაძლოა მისი ბოლო ამერიკული ვოიაჟი აღმოჩნდეს. არჩევნების გაყალბებისთვის პასუხს აგებს გიორგი კალანდარიშვილიც, რომელიც დღეს ფორმულას კითხვებს გაექცა. დასასანქცირებელთა სიაში ხართ? ტელეკომპანია ფორმულოდან გიკავშირდებით ჟურნალისტები. მეგობარი აქტი მოსამართლეების სანქცირებასაც ითვალისწინებს. სიაში არიან მურუსიძე, ჩინჩალაძე, გვრიტიშვილი, მიქაუტაძე, თევზაძე, ნადარაია და თადუმაძე. სადამჟელო ოპერაცია გავრცელდება ივანიშვილის მაცოცხლებელთა ქსელის კიდევ ერთი ჯგუფის მიმართ. ფინანსური დარტყმა ემუქრება ბიძინა ივანიშვილის ძმასა და დეიდაშვილს, ასევე მისი კარის ბიზნესმენებს, ვანო ჩხარტიშვილსა და ნოშრევან ნამორაძეს. სიაში ოკუპანტი ქვეყნის აგენტი ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე, ივანიშვილის ყოფილი გენერალური პროკურორი. ეს არ არის საბოლოო ვარიანტი ამ სია მე დარწმუნებული ვარ რომ გაფართოვდება კონკრეტული პასუხისმგებლობა ექნება დაგისრებული მათ შორის სანქციების თვალსაზრისით და ისინი ხა იქ ბევრი ისეთი ადამიანია ხო ვიღაცა შეიძლება ალაზნის ველებზე მოუნდეს დარჩენა მთელი ცხოვრება მაგრამ ვიღაცა სერიოზული ფინანსური რესურსები აქვს მილიონები აქვს და საერთაშორისო ურთიერთობები მისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც ბიზნესის წარმომადგენლისთვის ხო მაგალითისთვის ამ ადამიანებს ხა აღარ მაქვს საუბარ პოლიტიკოსებს ხო ამ ადამიანებს სერიოზული პრობლემები შეექმნებათ მათ შორის თუნდაც მათი როგორც ბიზნეს პარტნიორთან რაღაც ხელშეკრულებების დადების თვალსაზრისით და სანდოობის თვალსაზრისით და ინვესტორებთან საუბრის თვალსაზრისით. ამერიკის შეერთებული შტატები ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ არც პოლიტიკოსებს, არც პროპაგანდისტებს და არც სხვადასხვა კატეგორიის პირებს, იქნება ეს მოსამართლეები თუ საჯარო მოხელეები, არ მიეცეს იმის შანსი, რომ ქართული სახელმწიფო და ქართველი ხალხის არჩევანი ერთხელ სამუდამოდ იქნას დასამალებული. კანდიდატთა სიაში არიან პროპაგანდისტებიც, ისინი, ვინც რეჟიმის მთავარ საყრდენს წარმოადგენენ. დასახელებულია იმედის მფლობელი ირაკლი რუხაძე, ასევე ლაშა ნაცრიშვილი. შავ სიაში ხვდებით მაღლაფერიძე ბერძენიშვილის ტანდემსაც, ადამიანებს, რომლებიც საზოგადოებრივ მაუწყებელში რეპრესიებს ატარებენ და ხალხის ფულით დეზინფორმაციას ავრცელებენ. ამერიკული სანქციები უახლოვდება რეჟიმის კიდევ ერთ მსახურს, მედია ცენზორ კახა ბექაურის ქონება, რომელიც წლიდან წლამდე რეკორდულად იზრდება, შესაძლოა გაიყინოს.